დღეს სომხები ოსმანთა იმპერიის დროს დაღუპულებს იხსენებენ ზუსტად 95 წლის წინ 1915 წელს ოსმანთა იმპერიის დროს 1,5 მილიონი სომეხი, მათ შორის ბავშვები და ქალებიც დახოცეს. ერევანში მათი ხსოვნისადმი მიწვნილ მასშტაბური მსვლელობა მოეწყო 24 აპრილი სომხებისათვის ეროვნული ტრაგედიის დღეა. მსოფლიოში არსებული სომეხთა დიასპორა ამ დღეს ერევანში ჩადის. მოსახლეობამ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან სანთლები დაანთო, ისინი უკვე წლებია თურქეთის ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას სომეხთა გენოციდის აღიარებას თხოვენ. საქართველოს სომხობას ახსოვს სომეხთა გენოციდი, ახსოვს 1,5 მილიონი მსხვერპლი და ჩვენ ამ აქციით მოუწოდებთ მსოფლიოს, თურქეთს და მსოფლიოს სომხობას, რომ დღეს გაერთიანდეს და მოითხოვოს თავიანთი ქვეყნებისგან სომხების გენოციდის აღიარება. ეს არის უზარმაზარი ადამიანური ტრაგედიის დღე, ძალიან მასშტაბური სისხლიანი ტრაგედიის დღე, რომელიც არის, მე ვფიქრობ, ეროვნულ მასშტაბებს გაცდენილი და საკაცობრიო მასშტაბი აქვს შეძენილი. 1915 წლის 24 აპრილს უამრავი სრულიად უდანაშაულო ადამიანი მოკლეს. ეს წარმოუდგენელი სისასტიკე იყო. ახლა სომხური საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანია სომეხი ხალხის გენოციდი თელმა მსოფლიომ აღიაროს. პირველ რიგში კი ეს თავად თურქეთმა უნდა გააკეთოს. ხოლო ამის შემდეგ გვექნება იმის თქმის შესაძლებლობა, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.